მოგესალმებით, ეს არის Toyota Camry 2016 წლიანი. დამცავი ბალიშების ბლოკი, ეგრეთ წოდებული აიბაგების ბლოკი. უნდა მოხსნა, ეს არის აი აქ, შიგნით დამონტაჟებული. შემდეგ წავიღებ, დავაპროგრამებ და დავამონტაჟებ უკან. მოხსნამდე უნდა კლემები მოხსნათ აკუმულატორზე, როდესაც ბლოკს დავამონტაჟებ, შემდეგ უკვე შეგვიძლია დავაერთოთ. ეს გვჭირდება რა შემთხვევაში, როდესაც დამცავი ბალიშები ავტომობილს აქვს გახსნილი. მე როგორც ვიცი, ზუსტად ერთნაირად იხსნება 2011-დან 2017 წლის Toyota Camry-ის ყველა მოდელზე, ქვემოთ და ზემოთ წვრილანებაზე ზუსტად ვერ გეტყვით. ულეтай შეგნან არის დამაგრებული ეს კეჩა. რაღაცა მოხსნისას ზემოთ ავწიოთ, რომ კბილიდან ამოვარდეს. აი ესეთ. აჰა. ესე. ასე მსგავს სამაგრი აქვს მარცხენა მხარეს. ასაც ესე და აი ეს არის ზუსტად ბლოკი. და გვჭირდება 12 განჯი მის მოსახსნელად. ეს პლასმასი მოიხსნა. ახლა მივუდგებით შვენივრად. შტეკერიც უნდა ჩავხსნათ რა თქმა უნდა. აი აქედან. მოკლედ კაბელის მოხსნისას დააკვირდით აი ამ თეთრ პლასმას ამას კბილს დავაწვევით ქვემოთ. ჰოპ და შემდეგ გამოვწევთ. მათი ცოტა ვიწვალე რომ ეს კადრი გადამეხო. ჰოპ აი ესე. დააკვირდით რომ გამოდის კაბელი. ხუთიანად გამოვა შტეკერი. ჰოპა. აჰა ეს სამგან არის დამაგრებული, ეს ერთი. ორი სამი არის. აქა და ერთი იქით მხარეს და შემდეგ მე აქედან დავმოვსხმე, მარჯვენა მხრიდან. ეს ბლოკი. მოკლედ ერთი-ორი ძლიერად დათრიალების შემდეგ უკვე ხელით შეგვიძლია მოვუშვათ. ესეც მეორე. როგორც გითხარით არის სამგან დამაგრებული. მესამე არის საჭის მხარეს. რეგიონალურად ხსნიან ხოლმე, როგორც წესი, მაგრამ მე მინდა აქედან მარჯვენა მხრიდან მივუდგე და მოხსნა მესამეც. მარჯვენა მხრიდან მესამე სამაგრის მოხსნა ცოტა რთულია. მანქანა უფრო მარჯვნივ რო დამეყენებინა. ფეხს მივადებდი სახლის კედელს და მეტძალას დავადამდი ხელს. სუმრობით. რა გვჭირდება, ხოთ. ფერია საჩემ. აი ეს გვჭირდება, ამის დახმარებით მოხსნა. ესაც რადგან უნდა თითქმის მოხსენი უკვე თამაშობს ჩვენ ბლოგი კომპიუტერი აჰა გამოვიხოთ მოხება ძნელია სამი სამაგრი აქ არის აჰა მოდი პაპასთან მოდი შეადვილად გამოვიღეთ შეადვილად გამოვიღეთ დამცავი ბალიშის ბლოკი, კომპიუტერი. მოკლედ თუ ხელოსნებს ზოგადად არ ვენდობით ხოლმე შეგვიძლია მარგერით დავადოთ ნებისმიერ ავტონაწილს მივიც საგანს ნიშანი. აბა, თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ გამოგვიწეროთ. მადლობა, სულ ყველას შევეცდები უფრო უკეთესი ვიდეოები შემოგთავაზოთ ხოლმე. წარმატებები ყველას.